იმის გათვალისწინებით, რომ სამწუხაროდ მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ის მხოლოდ სილამაზისთვის არის მნიშვნელოვანი, კოლაგენზე მინდა გესაუბროთ. აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა არის კოლაგენი, რატომ სჭირდება ჩვენს სხეულს ეს აუცილებელი ცილა და რა უნდა ვჭამოთ, რომ ჩვენმა ორგანიზმმა კოლაგენი გამოიმუშავოს. კოლაგენი ჩვენს ორგანიზმში სიცოცხლის ერთ-ერთ სამშენებლო მასალას წარმოადგენს. ის ჩვენი კანის, ძვლების, კუნთების, ფესების და ლიგატების სტრუქტურას უზრუნველყოფს. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ კოლაგენი ჩვენი ორგანიზმისთვის წებოს ფუნქციას ასრულებს, რომელიც მის სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს და გადაადგილების, ხმუხრის და გაჭიმის საშუალებას გვაძლევს. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი და ჯანსაღი ძვლებისთვის. მის გარეშე ჩვენი ძვლები სუსტი და მოტეხილობებისკენ მიდრეკილი იქნებოდა. კოლაგენი ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ცილაა. პირველ რიგში ის მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისა და ელასტიურობისთვის, ის ასევე ხელს უწყობს ჩვენი კანის გლუვი და ახალგაზრდული გარეგნობის შენარჩუნებას, მოქმედებს როგორც ახალგაზრდობის ბუნებრივი შადრევანი და ენერგიულ და კაშკაშა გარეგნობას გვანიჭებს. კოლაგენი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი სახსრების ჯანმრთელობაში. სწორედ მისი წყალობით არის, რომ რბილად და მსუბუქად მოძრაობთ. ის ძვლების ერთმანეთთან ისე დაკავშირებას უზრუნველყოფს, რომ ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებდნენ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხახუნებოდნენ, რაც რბილი და ტკივილისგან თავისუფალი მოძრაობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, კოლაგენი ხელს უწყობს ჩვენი კუნთების, ფესების და ლიგატების ჯანმრთელობასა და მოქნილობას, რომლის დამსახურებითაც საშუალება გვაქვს ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები და მრავალნაირი მოძრაობა შევასრულოთ. აქ მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ ერთმანეთს ადამიანი და რობოტი შეადაროთ. ის, რითაც თქვენ მათ მოძრაობებს ერთმანეთისაგან განასხვავებთ, სწორედაც, რომ კოლაგენის დამსახურებაა. რომელი საკვები მოგაწოდებთ კოლაგენს? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზმი ამ ცილას ბუნებრივად აწარმოებს, მისი მიღება გარკვეული საკვებიდანაც შეგვიძლია. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს რიგი საკვები ნივთიერებებისა, რომლებიც კოლაგენის გამოსამუშავებლად არის საჭირო. კოლაგენის საუკეთესო წყარო არის სპეციალური წესით მომზადებული ძვლის ბულიონი. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ ტრადიციული წესით მოხარშულ ბულიონზე, არამედ იმ სითხეზე, რომელიც ცხოველის ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილების ხანგრძლივი 12-დან 24 საათამდე ხარშვის გზით მიიღება. ეს კოლაგენის შესანიშნავი წყაროა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი ქათმის, ძროხის ან თევზის ძვლებისგან დამზადებული წვნიანები, მაგრამ გახსოვდეთ, რაც უფრო დიდხანს იხარშება ძვლები, მით მეტი კოლაგენი გამოიყოფა ბულიონში. კოლაგენი ცხოველების შემაერთებელ ქსოვილებშია დასაკვები, როგორიცაა ქათამი, საქონლის ხორცი და ღორის ხორცი, რა თქმა უნდა, კოლაგენის კარგი მომწოდებელი პროდუქტებია. თევზი და ზღვის პროდუქტები. თევზი, განსაკუთრებით მისი კანი, კოლაგენის შესანიშნავი წყაროა. მაგალითად ორაგული, თინუსი და სარდინი. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც სუში ან შემწვარი თევზი გექნებათ, იცოდეთ, რომ თქვენ სხეულს კოლაგენით ანებივრებთ. კოლაგენის კარგი წყაროა ჟელატინიც. გარდა ჩამოთვლილისა, იცოდით, რომ კვერცხის ცილა შეიცავს პროტეინს, რომელსაც პროლინი ეწოდება, რომელიც ჩვენს სხეულს კოლაგენის წარმოებისთვის სჭირდება. ასე რომ, როდესაც ომლეტს მიირთმევთ, იცოდეთ, რომ თქვენს ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში ეხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ხილი და ბოსტნეული თავად არ შეიცავს კოლაგენს, ისინი მდიდარია ნუტრიენტებით, როგორიცაა ვიტამინი C, რაც აუცილებელია ჩვენს ორგანიზმში კოლაგენის წარმოებისთვის. ციტრუსის ხილი, როგორიცაა ფორთოხალი, ლიმონი და გრეიპფრუტი, C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. ფერადი ბოსტნეული, როგორიცაა ბულგარული ციცაკა, ბროკოლი და ისპანახი, ასევე უზრუნველყოფს ამ სასიცოცხლო ნივთიერებას. ასე რომ, კოლაგენის სინთეზის მხარდასაჭერად შეგიძლიათ ფერადი სალათი ან წვნიანი ფორთოხალი მიირთვათ. გარდა ამისა, ზოგიერთი თხილი და თესლი, როგორიცაა ნუში, ნიგოზი და ჩიას თესლი, შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ კოლაგენის გამომუშავებას. ისინი უზრუნველყოფენ ჯანსაღ ცხიმებს, ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც კოლაგენის სინთეზის პროცესს ეხმარებიან. გრძის პროდუქტები, როგორიცაა რძე, მაწონი და ყველი, შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ კოლაგენის გამომუშავებას. ეს უკანასკნელები ასევე მდიდარია კალციუმით, რაც აუცილებელია ძლიერი ძვლებისთვის. ალბათ გებადებათ კითხვა აბების სახით კოლაგენის მიღების შესახებ. არჩევანი აბების სახით კოლაგენის ყიდვას ან საკვების საშუალებით მიღებას შორის ინდივიდუალურ პრეფერენციებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. მოდით თითოეული ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები ვნახოთ. კოლაგენის აბების მიღება მარტივია და მოსახერხებელი. ეს კოლაგენის მისაღებად სწრაფი და უპრობლემო გზაა.
ეს აბები ჩვეულებრივ უზრუნველყოფენ სტანდარტიზებულ დოზას, რაც აადვილებს საკონტროლოდ კოლაგენის რაოდენობა, რომელსაც მოიხმართ. გარდა ამისა, კოლაგენის ზოგიერთი აბი შეიძლება დამატებით ინგრედიენტებს, ვიტამინებს, მინერალებს ან სხვა ნაერთებს შეიცავდეს, რომლებიც კოლაგენის გამომუშავებას ან შეთვისებას აძლიერებენ. თუმცა არსებობს რამდენიმე მოსაზრება, მაგალითად კოლაგენის აბების ეფექტურობა შეიძლება განსხვავდებოდეს, რადგან ორგანიზმმა შეიძლება აბში არსებული კოლაგენის მთელი რაოდენობა სრულად არ შეიცოვოს. გარდა ამისა, აბები ვერ უზრუნველყოფენ ვიტამინებისა და მინერალების ისეთ მრავალფეროვნებას, რომლებიც გვხვდება საკვებში, რასაც დამატებითი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. კოლაგენის მიღება საკვების საშუალებით მის ბუნებრივ ფორმაში მოხმარებას ნიშნავს. ეს ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს, რომლებიც საერთო ჯანმრთელობას ძალიან რგებს. ეს მოიცავს ვიტამინებს, მინერალებს და სხვა ცილებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კოლაგენით მდიდარი საკვების მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჯანსაღმონელებას და ნაწლავის ჯანმრთელობას, რაც აუცილებელია საერთო კეთილდღეობისთვის. მეორეს მხრივ კი აბები ცალკეულ შემთხვევებში უფრო მოსახერხებელია, რადგან ზოგიერთი კოლაგენით მდიდარი საკვები შეიძლება არ იყოს ადვილად ხელმისაწვდომი ან არ იყოს სასურველი ყველასთვის. მაგალითად, კოლაგენით მდიდარი გარკვეული საკვები, როგორიცაა ძვლის ბულიონი, მოსამზადებლად დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ დიეტური შეზღუდვების ან სპეციფიკური დიეტური პრეფერენციების მქონე პირებს შეიძლება გარკვეული კოლაგენით მდიდარი საკვების დიეტაში ჩართვა გაუჭირდეთ და აქ აბები მართლაც მისწრებაა. ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს კონკრეტული გარემოებების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო მეტი კოლაგენი სჭირდებათ, ვიდრე სხვებს. ესენია მაგალითად ხანდაზმულები, რადგან კოლაგენის გამომუშავება ასაკთან ერთად ბუნებრივად იკლებს, რაც სახსრების და ძვლების დასუსტებასა და კანის ელასტიურობის დაქვეითებაში გამოიხატება. ასევე სახსრების ისეთი მდგომარეობის მქონე ადამიანები, როგორიცაა ართრიტი ან სახსრების დაზიანებები, კოლაგენის უფრო მაღალი დოზის მიღებით სახსრების ტკივილს შეამცირებდნენ და სახსრების მოძრაობასა და ხრტილის ჯანმრთელობას გაიუმჯობესებდნენ. კანის პრობლემების მქონე პირები, მაგალითად დერმატიტის ან ეგზემის შემთხვევაში კოლაგენის აბებით ან კოლაგენით მდიდარი საკვების მიღებით კანის აღდგენას და რეგენერაციას დაეხმარებით. კოლაგენი ძირითადად ცხოველური წყაროებიდან მოდის, ამიტომ ვეგეტარიანული ან ვეგანური ცხოვრების წესის მქონე პირებს შეიძლება საკვებიდან მიღებულ კოლაგენზე შეზღუდული წვდომა ჰქონდეთ. მათ შეუძლიათ მცენარეული ალტერნატივები შეისწავლონ და ფოკუსირება მოახდინონ საკვების მოხმარებაზე, რომლებიც მხარს უჭერენ კოლაგენის სინთეზს, როგორიცაა C ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული. სპორტსმენები და ფიზიკურად აქტიური პირები, ადამიანები, რომლებიც ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობებს ან სპორტს ეწევიან, ხშირად უფრო მეტ დატვირთვას აყენებენ სახსრებსა და კუნთებს. შედეგად მათ ორგანიზმს შეიძლება სახსრების ჯანმრთელობის, მოქნილობისა და ვარჯიშთან დაკავშირებული დაზიანებების აღდგენის მხარდასაჭერად მეტი კოლაგენი დასჭირდეს. ახლა კი რეცეპტების დრო დადგა. კოლაგენის ბულიონი. დაგჭირდებათ 1 კილოგრამი საქონლის ან ქათმის ძვლები, სასურველია ძვლის ტვინით და სახსრებით, 1 თავი ხახვი დაჭრილი, 2 სტაფილო დაჭრილი, 2 ნიახურის ღერო დაჭრილი, 3 კბილი ნიორი დანაკილი, 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი, 9 ჩაის კოვზი ზღვის მარილი, 9 ჩაის კოვზი შავი პილპილი, 2 ლიტრი წყალი, 1 მუჭა ახალი ოხრახუში სურვილისამებრ. მომზადება: ძვლები დიდ ქვაბში მოათავსეთ და ვაშლის ძმარი დაუმატეთ. 20-30 წუთი გააჩერეთ, რათა კოლაგენი უკეთ გამოვიდეს. დაამატეთ წყალი. მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი და დაბალ ცეცხლზე 12-24 საათის განმავლობაში ხარშეთ. გამორთვამდე 1,5 საათით ადრე დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები ხარშვა გააგრძელეთ. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით თბილად ან წვნიანებისთვის გამოიყენეთ. კოლაგენის გამომუშავების გამაძლიერებელი სმუზი. დაგჭირდებათ 1 ჩიქა სხვადასხვა კენკრა, 9 ჩიქა მაწონი, 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი, 1 სუფრის კოვზი სელის თესლი, 9 ჩიქა ანანასი, 9 ჩიქა ქოქოსის წყალი, 1 სუფრის კოვზი თაფლი. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ და საუზმეზე დაუყოვნებლივ მიირთვით. სახლის პირობებში მომზადებული კოლაგენის გამაძლიერებელი ფხვნილი. დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი ნუში, 2 სუფრის კოვზი ნიგოზი, 2 სუფრის კოვზი ჩიას თესლი,
2 სუფრის კოვზი სელის თესლი, 2 სუფრის კოვზი გოგრის თესლი, 1 ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი. მომზადება: თითოეული ინგრედიენტი კურკუმასა და ლიმონის ცედრის გარდა ცალ-ცალკე მშრალ ტაფაზე მოხალეთ და გააგრილეთ. ყველა ინგრედიენტი ცედრასთან და კურკუმასთან ერთად მოათავსე ბლენდერში და ფხვნილის მიღებამდე დაფქვით. ჰერმეტულ ჭურჭელში მოათავსეთ. 1 თვემდე ინახება. მოსახმარებლად 1 სუფრის კოვზი ფხვნილი თბილ წყალში ან სმუზიში აურიეთ. სურვილის შემთხვევაში სითბოსთვის თაფლი დაამატეთ. ეს რეცეპტები ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, კანის ელასტიურობას და ზოგად ჯანმრთელობას, რადგან C ვიტამინს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს შეიცავენ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.